მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მეუბნება, ხო და დღეს ვიღებთ ისავარბოლერის ცხოვრებას მეგობრებო. და ვისაც წინა ვიდეო არ გიყურებიათ, აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ ვერ გაიგებთ აქ რა ხდება. მეგობრებო, დავეჯახე პოლიციას. თავარია ყველა გადავრჩით, მაგრამ ცუდი ის არის, რომ მიჭერენ, ხონი და მიჭერენ მართვის მოწმობა ჩამომართვენ, ან ძალიან დიდ ჯარიმას მივიღებ. და რავი, ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი. გიხვეწებით არ დამიჭიროთ რა. არა, ეხლა წამობრძანდით, ჩემგან აღარ იქუქება, ამიტომაც წამობრძანდით. თქვენივე მანქანით, თუ დაიქუქება, წამობრძანდით. კარგი, მე დავჭდები საჭესთან, არ მინდა, დავიჭერეთ თქვენ ორივე. ისა, გვერდით. წავედით. ხო და დაგვერხა მეგობრებო. აი ძალიან დაგვერხა თან. რატომ მიჭერთ უბრალოდ? ეგრე არ შეიძლება. ძმა მომისმე არ დაგიჭერენ, თუ გეშინია, თუ დაგიჭერენ, რაღაცა ძალიან დიდ იმას აყვია. ფულს მოგთხოვენ, რომ გამოგიყვანონ ციხიდან. ძმა, მე ხა ამას მივიყვან და მოვალ რა. კაი ბიჭო, რა ავარია ეს, რა ავარია შეიკვნა ბიჭო. კაი, წავედი. გეხვეწები არ დამიჭიროთ რა. წადი ბიჭო. აუ, ბენზინის მელევა და გეხვეწები ბენზინს ჩავასხამ და? არა. აუ, აბა რა გავაკეთო? ელა იყავე ბიჭო მანდ. ისაქრა? ელა ბიჭო. ცოტა შეანელე. შენელებული რა არის, ვერ ხედავ? თუ ბრმა ხარ. ვის უთხარ ძმა ბრმა, მაგას მოსამართლეს თუ არ ვეთქვი აგენახავ. აუ ბიჭო. ამარებოს ახლა პოლიციამ თავიდა. ოპა რა გადავრჩი. ძმა, შენ თუ ტარება არ იცი რა არის? კიდევ უნდა მოგიბატო ბარემწლები? გაჩერა. და პოლიცია მაგარაა, ძმა. აუ, ვიცი რა, მაცადეთ რა, ეხლა ვერ გადავიხდი მაგ ფულს, გეხვეწები. აუ, ბენზინი გავითავდა თან. გეხვეწები, მივღავღდეთ რა იგავდი. კაი, გადავაყენებ აქ მანქანას, რა გავაკეთო. აჰა, დავაყენე ავარიულები ჩავრთეთ, ვერ მოაწვევით მა? რა უნდა მოვაწვეთ მა? კაი, მოიცადე. მოიცა ბენზინს შევუკვეთავ და არ გავარჯავთ, ერთი ბენზინი მინდა რა. ხო და რა ღირს? ანუ $10,000. რა 10,000 ძმა? 10,000 ახლა სამხია. ძალიან კაი ბენზინია ძმა. რა 10,000 ბიჭო? კი, 10,000-ია. კაი, ხო მოგცემა. და მილიონერი ვარ ვიყო რა, ის 10,000 ბენზინი სიზმაში ვარ. და მინუს 10,000 ჩვენს აგარიშზე და წავედით, ჩამოვა ალბათ. ხა ბენზინი სადამე მასზე გადავიდეთ რა. კოთა იქ ავარია მოხვედრილი. და აქ გადავასწროთ ამაგარას, გადავასწარეთ. და იქ ავარია. კაი, შევიდეთ ახლა. ნუ გარმეხარ. აუ, კაი ბიჭო, რა იყო, ახლა სიბილიც დამიშალეთ, ხო? გარჯობა თქვენ ხართ, ხო, უფროსი? ხო და მეგობრებო, კიდევ ვინც არიცით, უფროსი, ის ჩემი ნაცნობი უფროსი, რომელიც 9-ჯერ დამიჭირა და მე აღარ მიჭერდა, სამწუხაროდ ეგრე აღარაა, ეს ვიცი რომ ეგრე არავის არაფერს არ პატიობს, საერთოდ ეგრევე იჭერს ყველას. აუ, არ შეხვედრაზე და დაგვერხა. ეს არ ქვია. მაგრა. ბიჭო, ამდენს რას ლაპარაკობ? ჯერ გამარჯობა თქვი და მე ლაპარაკი. რა, ძმა, მითხარი?
რა არ მოგწონს ძმა მომისმინე შენ ისე ბოლერი არ ხარ ბიჭა ეხლა მაგას თავი დავანებოთ ვიცი რომ ისტორია გასთავებული გაქვს და მე ამ განყოფილების და ამ პოლიციის უფროსი ვარ გაიგე ბიჭო ვერავინ ვეღარ გიშველის ის უფროსი გაათავისუფლეს ბიჭო ვისაც შენ იცნობდი გესმის მაგრამ ბოლერო ჩემს იმას თავი დაალებე სახელს და რაღაცებს შეურაცხყოფას თუ მაყენებ ხო და წესიერად იყავით რა როგორც პოლიციელი ისე უნდა ილაპარაკოთ თორე მალე შენც გათავისუფლე ვერ ვიცი შენ ვინ უნდა გაათავისუფლო და მე მასწავლი კიდე ლაპარაკს ხო რამდენი დანაშაულები ბიჭო ესე შეიძლება რამდენი დანაშაული არ შეიძლება ძმა ეგრე არა მართლა არ შეიძლება ეგ არ შეიძლება მეგობარი ბოკალი აუ გეხვეწები აღარ გავახსენო რა ყოჩა ჩემი მიდი ახლა აგენ მანქანა დალეწე პოლიციას ეგრე არ შეიძლება რამდენი დანაშაული ხო და დამაცადე ბიჭო ლაპარაკი რო გელაპარაკები რამდენი დანაშაული გაქიცი რამდენი მილიონი ხო და იქ მილიონი რომ მქონდა გავითავისუფლეს მგონი ხა ვიცი მაგრამ არ გიშველი შენ მასეთი ლაპარაკი ჩემთან და ეხა ვეღარავინ ვეღარ გაგითავისუფლეს გაიგე ბიჭო ეხა დროზე აქედა მოძუძგი და $500,000 დაიდოვა აქ ამ განყოფილებაში ან ჩარიცხე აუ მიდი ჩემი ჩარიცხე აუ ამას ერთხელ უბრალოდ არ ვიცი რას უზავ ჩემი სად გარბი ხარ ასად არ გამივარ მაწადე ვიღაცა დავიძახა იუთუბერი ვარ მე და ეხა ვიყავ ვიდეოს და ყველას ვანახე მიმენა ყველას ვანახე თლიანი პოლიცია ვინც აშენა ვინც შექმნა და ვინც აქ მთავარი უფროსი ვნახავ მე ვარ აქ მთავარი უფროსი ვაფშე მთავარი ვინც დაბუძდა აქ რაღაცა გააკეთა აი იმას ვანახებ და შენ თუ არ გაგრეცხონ და ის ახლა ვაფშე დაგიჭერე რა აქ სიტყვების გული აი ახლა შენ ახლა არ ვაცემინო აქ თავი გაიყვანე დააპატიმრეთ რა კაი ძმა არაფერს არ გეუბნები შევფრინე ეს მიყოფილა ძმა არ მომეკარო ძმა ვინა ეს კაი აქ პრისონ ციხეო რაღაცა საჯადაშ გადავიხადო ეს ბული მოვიშალეს აქ ნერვები რა საჯადაბაშ საწავიდე სადგა აქ პრესონარი და რაღაცა მომისმია ჩემი მიდი აგე პრესონო ახალია აწერია და ბანკარი აპარატურა და შეიძლება ჩარიცხო იმედია ციხეში არ შემაგდებთ ეხა ოპა აქ რაღაცა ჩავრიცხოთ ოსო ჩარიცხულია და ვიდეოს 500,000 ჩვენს აგარიშზე და დაგვჭეთ 16 მილიონი ხო და 16 მილიონით რა ვქნათ ой მოიცადე ვირეკავენ გამარჯობათ თქვენი საჭმელი მოვიტანეთ ხო და მე ხო მოვირიცხე ფული ეხა კი რავი მშვიდობაში საჭმელი კაი ესეც ახლა ჩავსხმიათ ბენზინით და არავინ არ მოსულა ხო მანქანა ჩემს უკან არავინ არ დადგარა ხო აქ შუაგზას დავაყენე მანქანა და არავინ არ მოსულა ამდენი ხანი კაი წავედით მეგობრებო რაც მთავარია
ცოცხლები ვართ და მოდი ვაგაზავთ რა. ოპა, გიდაცვალი, მიდი აბარა. ოპა! მიდი, სამასამოც. არა, სამასამოცი მინდა გეხვაძე, მიდი რა. ხელი რა. ოი, ხა, მეგობრებო, კიდევ. მეგობრებო, კიდევ ხო, მე შემიძლია, მეგობრებო, რომ გავაკეთო დრიფტ კარი და თუ დრიფტს, ანუ ვაფშე დაგემორჩილება რა, მაგრამ მოსახვევში ისე შეხვალო, მერე გაასწორებ გვერდულად შეხვალ მოსახვევში და გაასწორებ ჩვეულებრივად ნახდი დრიფტის მანქანა შემიძლია რომ შევქმნა და ვისაც გინდათ რომ ტუტო დავდო, ტუტორიალი დაწერეთ კომენტარებში და გასწავლით თუ როგორ უნდა გააკეთოთ დრიფტ კარი, მეგობრებო. მე 500 მაქვს გაკეთებული დრიფტ კარად, ძალიან ადვილია გაკეთება და ძალიან მაგარიათ არის, იმიტომ რომ ჩემი გიორგი თევზაძის მანქანა 34 ვაფშე არ მემორჩილებოდა, მოსახვევში ისე შევდიოდი რომ ვეტაკებოდი ყველაფერს, აი ხადრისაც არ ცოდნობის ამბავია და პლუს კიდე იმის ბრალია რომ მანქანა არ მიწყობდა ხელს. ახლა რომ მანქანა მიწყობს ხელს და ჩვეულებრივად დრიფტავ და შემიძლია რომ ნებისმიერი მანქანა შევქმნა დრიფტ კარი. ხო, და დრიფტავს კარგად. ეხლა კი მივუდგეთ ისე ვიდეოს, მეგობრებო. და ვისაც გინდათ, ხო, დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გადავიღებ მაგის ვიდეოს, თუ როგორ გავაკეთოთ დრიფტ კარი. ეხლა მეგობრებო, მე რაღაცა უნდა გავაკეთო. არ ვიცი რა. და უი, ხო, მეგობრებო, ჩემ გარაჟში, ჩემ სახლში არ დაედია მანქანები. ხო და ჩემ სახლში, ჩემ მანქანებში არ დაედია მანქანები გარაჟში და აი აქ მყავს რა მანქანები და აი აქ. ხო და ეხლა შევალ. ანუ ის თვითონ შეუთანხმდი რომ აქ ჩემი ყველა მანქანა ეყენებოდა, მეგობრებო. ამას დავტოვებ გასაკეთებლად, აქ წავიყვან. ხო და გავავიყვან, მეგობრებო, ჩემს ლეგენდა BMW-ს, მეგობრებო, და დამილოდეთ, არ გადაახვიოთ, უცებ დაგიბრუნდებით, სხვა მანგალით. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, მეგობრებო, მინდა რომ გამოიწეროთ ჩემ მეორე არხი, სადაც ვართ მე, დემეტრე და გიორგი, ჩემი მეგობრები. ასე subscribe ლაქს დააჭიროთ ხელი და მე გააქტიურეთ, მეგობრებო, და გამოწერილი გაქვთ დაიდო ახალი ვიდეო 5 დღის წინ. აქ ჩაშლილი კადრები, მაგარი ვიდეოებია რა. ხო და თუ მოგეწონებათ, აუცილებლად გამოიწეროთ, მინდა გითხრათ, რომ გამოიწეროთ და აღწერაში იქნება ამ არხის ლინკი. და ასევე მინდა რომ გამოიწეროთ ჩემ მეორე არხით, სადაც დაიდება ვლოგები და რავი, ძალიან კარგი რაღაცები უკვე დადებული აქვს, ჩაშლილი კადრები, იგივე ვიდეო მაქვს დადებული, იმიტომ რომ აქ ყველა არხზე დავდები ეს ვიდეო, კიდევ საახალწლო ვლოგი და რადევს ყუთშიო. და რა მოხდაო, ძალიან რაღაცა მოხდა, ეს ვიდეო დავდი 3 თვის წინ და რავი, მაგარი არხია ესეც. უბრალოდ subscribe-ს დააჭირეთ ხელი. ეხლა კი გავაგრძელოთ ვიდეო. აი ეს მანქანა, მეგობრებო, ოღონდ ეს დრიფტ კარი არა, ის ხვარი დრიფტ კარი, ჩემი გაკეთებული. და რავი, მგონი კაია, ხო? და მოდი ახლა მეგობრებო, ამითი ვიდრიფტავთ რა, მაგითო მყავს ეს მანქანა. ერთი ეს
ამიდან მეგობრებო, დაიმახსოვრეთ ეს მანქანა რანაირი, ანუ ვიზუალურად კი არა, ეხლა რომ ვიდრიფტავებ, დაიმახსოვრეთ და რანაირი იქნება ეს მანქანა. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, ნახე ეხლა. შევდივართ ასე. არა, მოიცა, ეს კიდე კარგად დრიფტავს, ხო? არა, ეს კარგად, ეს მდგორი დრიფტკარია, ასე დაწწყობილი, არ ვიცი. მაგრამ მოიცა და კუდი არ უნდა მომიგდოს მოსახოში. ოპ. არა, ამიდან ისედაც კაი დრიფტკარი, ოღონდ მე არ ამიწყობია ეს. ჩემი აწყობილი ეს მანქანა არა, მეგობრებო, სხვისი აწყობილია, სხვა მააწყო. ხო და ისე ვიყიდე ეს მანქანა, რომ სხვას ქონდა აწყობილი და მე ვიყიდე მე. მაგრამ კიდე არის 500 მეგობრებო და კიდე მინდა რომ ერთი ჩვეულებრივი დღე გიორგი თევზაძის მეგობრებო იმითი ვიყო გიორგი თევზაძის ცხოვრება მინდა გადავიღო, ოღონდ სერიალ როგორც ამიკო ზარგვაშევოდა ადრე თუ უყურებთ მაგის ვიდეოებს, მაგალითად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება, ანუ ესე იმაშებოდა ერთი დღე ვიქნები გიორგი თევზაძე ქარბანგში. ასეთი იდეა გამიჩნდა და თუ გინდათ დაწერეთ კომენტარებში და აუ რა მაგარი მანქანაა მართლა ეს მოიცა. ასე ჯობია. ნახე, იმენა მაგარია, მაგარი დრიფტკარია იმენა. და ვისაც გინდათ რომ ავაწყო დრიფტკარი და ასე მაგრა იდრიფტავს მანქანამ, ოღონდ ეს არ ჩავთვალოთ. მაშინ მითხარით და გაგიკეთებთ აუცილებლად. კარგით მეგობრებო, ეს იყო ჩვენი ვიდეო. თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერთ ახი და ნახვამდის.